მხატვრული ფილმი ჯარისკაცის მამის გადაღებიდან 50 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა თაღში გაიხსნა რეზო ჩხეიძის ხელის ანაბეჭდი და ავტოგრაფი. ეს რიგით მეექვსე ანაბეჭდია უკვდავთა თაღში. კინოსურათი ჯარისკაცის მამა 1964 წელს არის გადაღებული და მსოფლიოს არაერთი კინოფესტივალის პრიზის მფლობელიც გახდა. ღონისძიებას კულტურის მინისტრიც დაესწრო. და ერთმა კიდე მომწეს საშუალება რომ კიდე გადავიღო ფილმი. თანაც ნუ გაგიკვირდებათ მე ეს ფილმი მინდა მიუძღვნა სტალინს. სცენარი მაქვს მრავალსერიული, მაგრამ ჯერ არ გამომიჩენია. ბატონი რეზოს ფილმები გვასწავლით ჩვენ ერთ რამეს, რომ ომი არასოდეს არ უნდა განმეორდეს, ხოლო ადამიანთა შორის უნდა იყოს სიკეთე და უნდა იყოს სიყვარული. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ ულოცავ მას და ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ 9 მაისი ეგ არის განსაკუთრებული დღე. ახსოვს ძალიან კარგად, რომ ვნახე ძალიან აკრთვანებული მივედი სერგოსთან და მე ვთხარი ბატონო სერგო, ეს რა რაჩვეულებრივია მეთქი. რა კარგი ხარ თქვენ ვეუბნების და მართლაო მითხრა. ვერ ვიფიქრე რა მაშაყირებს ეს კაცი. როგორ ნუ თუ არ იცი სერგომ რომ ის არის გენიალური ამ ფილმში.